გამარჯობათ, Random 3. პატარა ეპიზოდი იქნება სავარაუდოდ. მინდოდა ლაპარაკი ზოგადად ცნობის მოყვარეობის მნიშვნელობაზე. ცხოვრებაშიც და ზოგადად ჩვენ სფეროშიც. იმიტომ რომ სამწუხაროდ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ახალი თაობის დეველოპერებში, ინჟინერებში, ტექ ხალხში ეს ცნობის მოყვარეობა ძალიან იშვიათად ხდება. თითქმის არ ხდება. აქედან გამომდინარე და მაწუხებს ეს ფაქტი რა. იმიტომ რომ ცნობის მოყვარეობა ადამიანს მიყავს იმ ადგილებში, სადაც თავისით ვერასდროს ვერ მოხდებოდა. და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სწავლობ იმაზე მეც, ვიდრე ჩვეულებრივად რო ცხოვრობ. იმიტომ რომ აი მაგალითად ავიღოთ რა. როცა ცნობის მოყვარე ადამიანი ხარ ზოგადად გიყვარს რაღაცების ჩაძრომა, რაღაცების გარკვევა და შენთვის მარტივი პასუხი რომ ეს ესე მუშაობს არ არის დამოკიდებული. ამიტომაც მიდიხარ და ეძიები. ცნობის მოყვარე ადამიანი ყოველთვის უფრო მეტ სწავლობს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებს რა. და დღეს სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა ეს რა. არ ვიცი. მე მაწუხებს ყოველ შემთხვევაში ფაქტი რა. მე არ მჯერა მაგალითად ფეხბურთელის, რომელმაც ფეხბურთის ისტორია არ იცის. მე არ მჯერა ფეხბურთელის, რომელიც მაგალითად არ უყურებს ვიღაცა დიდი ფეხბურთელების კარიერას, სტრატეგიას, თამაშის სტილს. ან ვინმე დიდი მწვრთნელი ან მენეჯერი არ უყურებს ვინმე დიდ მენეჯერს, ხო? სხვისგან არ სწავლობს, ხო? რაღაც ისტორიას აკითხულობს, აქამდე როგორ მოვედით ჩვენი სფერო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნებისმიერ სპორტის სახეობაზე. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა წარმატებული UFC-ს მებრძოლმა რო არ იცოდეს ანდერსონ სილვა ვინ არის მაგალითად. რა გაულია, ხო? ან კონორ მაკგრეგორი, ხო? მაგალითად ვინც საერთოდ UFC-ს ლანდშაფტი შეცვალა, ხო? მაგალითად მომავს. ხატვარი ავიღოთ მაგალითად, როგორ შეიძლება შენ ხატვარი იყო და რაღაც დიდი მხატვრობის ნაშრომებს არ იყო გაცნობილი. არ მისმის. ჩემამდე არ დადის, როგორ შეიძლება იყოფილიყო, არ გაინტერესებდეს, მაგრამ ალბათ არიან ხალხი, რომლებიც არიან ინტერესიანი, ცნობის მოყვარე ხალხი და რომელიც უბრალოდ არ არის ცნობის მოყვარე ხალხი. და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რომ თუ გინდათ, რომ არ ვიცი, იყოთ average-ზე მაღალი, მე არ ვსაუბრობ ამას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამბიცია არ აქვს, ვისაც უბრალოდ უნდა 10-დან 7-მდე მუშაობა. მათთვის ეს სფერო უბრალოდ ხელფასის საშონელი გზა არის. It's okay for you. საერთოდ არ აქვს. მოიგეთ ისე როგორც გინდათ, მაგრამ თუ ვინმეს პრეტენზია გაქვთ, ამბიცია გაქვთ, რომ იყოთ საუკეთესო, best of the best, at least to try. თუ გინდათ, რომ მიაღწიოთ თქვენ ლიმიტებს, მოხდეთ იქ, სადაც average ტიპები ვერ ხდებიან, იყოთ გამორჩეულები სხვებისგან, იყოთ საინტერესოები სხვებისგან, მაშინ იყავით ცნობის მოყვარეები. იმიტომ ცნობის მოყვარეები თუ არ იქნებენ, ყველანაირი პასუხი დაგმოაფილებს. არაცნობის მოყვარეობას ეგ აქვს ხიბლი. როცა ცნობის მოყვარე არ ხარ, ყველანაირი პასუხი გამოაფილებს. აბსოლუტურად ყველანაირი. დიზაინ პატერნები ავიღოთ მაგალითად. ბრმად რომ იყობი. როგორ შეიძლება არ დაგაინტერესოს ბიჭო, იქნება ცდება ეს ხალხი. რა ვიცი, იქნება მე არ მჭირდება ესეზე დაზებირებული რაღაც სწავლა. აბა დაფიქრდით. ან რაღაცას რო სწავლობ.
და ვიღაც რომ დაგიწესებს წესს, რომ ეს ესია. როგორ შეიძლება არ გაგიჩნდეს კითხვა, და როგორ შეიძლება ცნობის მოყარე არისო და არ ჩაძურე და არ გაიგო რატოა ესე. ანუ რატო შექმნეს ესე, რატო მოიფიქრეს ესე. ეს ანუ მათი ეს გადაწყვეტილება რა ფაქტორებმა გამოიწვია. რატო მიიღეს ეს გადაწყვეტილება? როგორ შეიძლება ეს არ გაინტერესებდეს? არ ვიცი. ძალიან მიჭის მაგრამ უბრალოდ ალბათ დავდივართ ისევ იქამდე, რომ ყველა ადამიანს გააჩნია და ყველა ადამიანი არის ინდივიდუალი. და ალბათ მაღაზიაზე დავდივართ რა. რომ ყველა ადამიანი სხვანაირად უგება რაღაც კონკრეტულ საკითხებს. და კიდევ ერთხელ ამბობ, ეს ვიდეოები არის ჩემთვის, ჩემთვის ვცლი ამით. და რა ვიმე თუ არ ხართ ცნობის მოყარე და ამას უყურებთ ხა ძალიან ოფენსიურად მომიიღებთ ამას რა. ჩემი აზრია უბრალოდ სუბიექტური. თქვენ როგორებიც გინდათ ისეთები უნდა იყოთ. ზოგისთვის სხვა რაღაცაა პრიორიტეტი და სხვა რაღაცა შეცნობის მოყარე კაცო. სულ არ არის ეს პროგრამირება მისთვის რომანტიზირებული. ჩემთვის არის ეს ჩემი სფერო რომანტიზირებული, მე ძალიან მიყვარს ჩემი სფერო. ახლა გამომდინარე რაღაც ამ ჭრილში უყურებ ხო? და ლოგიკურია მთელი დღის განმავლობაში რომ ამას ვაკეთებ, ეს ფიქრები მებადება თავში და მე უნდა დავიცავო. თორემ ვიმე თუ ვიღოთ ხა ამასო პროგრამირების გარდა იქით მეტი საქმე არ აქვს. ამჯერად ძალიან ცდები მეგობრებო. არ ვიცი, ეს პერიოდია უბრალოდ ამაზე ვფიქრობდა. რაღაც სხვა ფიქრებით რომ მივსება twin-ი, მე იმ სხვა რაღაცებზეც დავცლი რა. მარია ხე მეორე რამოდენიმე საკითხი როდესაც მინდა რომ გამოვცალო twin-ი. მაგრამ ეს ძირითადად გამოიწვია იმან, რომ ეს დღეები გასაუბრებს ვატარებ. საკმაოდ ბევრი გასაუბრება ჩავატარე და ცნობის მოყარეობა მიგვიყვეს ხოლმე რაღაცეები რო არიციან ხალხმა. განა ტექნიკური რაღაცა, ისტორიული რაღაცა. ზოგადად ანუ რამე მნიშვნელობა კი არ აქვს გასაუბრებაზე რომ ვიღაცას ვეკითხები, ეს ვინ შექმნა ხო არიცით თქო ან რატო მაგას ვეკითხები, რამე მნიშვნელობა კი არ აქვს. განა იმას რომ თუ არის ის საქმეს ვერ გააკეთებს. არა, უბრალოდ მაგით ვამოწმებ მის vibes, როგორი მასტია ვამოწმებ. ანუ უბრალოდ ვამოწმებ როგორი ტიპია რა. ეგ ძალიან ბევრს მეუნება რა. რავი, 4-3 წელი რომ სფეროში ხარ და რა ტექნოლოგიას წიყენებ, ის რო არის ვის შექმნილია. არ ვიცი. არ ფუჭებს, უბრალოდ რაღაცებს ამბობს შენზე და მე რაღაცები მჭირდება იმისთვის რომ გადაწყვეტილება მივიღო. თორემ ცუდი კი არ არის. არც ცუდია, შეიძლება არც კარგია, უბრალოდ მე მეუბნება რაღაცებს, ხალხს უსმენს, ხო? როგორც მაგალითად რავი, ახლა რომ დავაყენო ვიღაც ქართველი ადამიანი და ვკითხო ჩვენ ისტორიაზე კითხვები, რავი. მარტივია, ხო? ანუ ისტორია თუ არის საკუთარი ქვეყნის, ეგრევე რაღაც red flag-ია რა. მაგრამ საკუთარი სფეროს ისტორია, აი ამ იცოდე? რომელშიც ცხოვრებისავი ნახევარს ატარებ. რა შეცდომებმა ან შემთხვევითობებმა მოგიყვანა აქამდე. არ გაინტერესებს? რაღაც ხო უნდა იცოდე? არ ვიცი. ორ შემთხვევაში მე მაწყობს ეგ ამბავი. სპეცი არ ვიცი. მაგის შეცვლის ვერანაირ ალგორითმს ვერ პოულობ ხა თავში და რა უნდა გააკეთო. ადამიანი ან არის ცნობის მოყარე ან არ არის ცნობის მოყარავი. როგორ შეიძლება დღევანდელ სამყაროში ცნობის მოყარეობა დაგჭირდეს რომ ვიღაცამ დაგადალოს. რა ვიცი. ცნობის მოყარე რო ყოფილიყავი 30 წლის წინ კი ბატონო მესმის მო. არაფერი არ არსებობდა და რავი ანუ უყურებდი ესეთ კედელს. და ახსიუმ წიგნში ჩამძვრალიყავი და წიგნი წაიკითხა და
წინიდან გადასული ყავი სხვა წიგზე და რაღაცა. დღეს როგორ შეიძლება ცნობის მოყარე არ იყო. როცა რავი ანუ 7 მეტრიანი ალღა გეჯახება ყოველ წამს ინფორმაციის და არ ვიცი ანუ შენი ტვინი მუდმივად არის ინფორმაციის გადამუშავებაში. როგორ შეიძლება ცნობის მოყარე არ იყო. როგორ შეიძლება არ დაინტერესდე რაღაცა როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად გავაკეთო. როგორ აკეთებდნენ სხვები ჩემამდე? რასა ინტერესოა. როგორ ქონდათ 1990-იან წლებში 4 კილობაიტიანი მემორები და როგორ წერდნენ ჩვენზე სწრაფ software-ს? რასა ინტერესო კითხვაა. და დღეს როცა ყველაფერი გვაქვს, მაინც რატომ წერთ shitty software-ს? ინტერესო კითხვაა. ჯობია დავუსვათ კითხვა. ფრონტი უფრო ძნელია თუ ბექი? საინტერესო კითხვაა. ყველაზე მეტად ის მიყვარს ხოლმე, რომ რაღაცას შეიკითხები, ანუ რაღაცას დაიჭერენ, რომ შენ ცოტა ისე ანუ რაღაცებზე სტანდარტულად არაზრუნებ და დაიჭერენ, რომ რამე რესურს ხო არ მისჩევდი. და გაუსებ მე რესურსებს რაღაც მისცემ და მე გადის 1-3 თვე და რა ქენი წაიკითხე რამე აუ ბიჭო აი დრო არ მქონდა რა სამსახურმა ძალიან გადამწვა და ვერ მოვიცალე რომ წამიკითხა რა ოკეი ამიტომ ვინც პროგრამირებაზე რჩევებს მეკითხება ხოლმე ან რაღაც ეგეთ რაღაცებზე უკვე ძალიან ნიჰილისტურად უყურებ. მოკლედ, მაგარი გადასტრესილი ვარ რა. ან გადამწვავი, ან ბარნაუთში ვარ სერიოზში. დილის 12 საათზე ვარ ამ საკითხებზე. დაობ. აი, ლოგიკური არ არის. მე ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ეფორტს ვდებ community-ში. ამიტომაც ლოგიკურად გმაწუხებს. არა? მე მგონი ძალიან ლოგიკურია. დევთერაპის მიაქვს ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მომენტები. ის დრო როცა შემიძლია გავატარო ჩემს შვილებთან ერთად ვაკეთებ დევთერაპის. და არ მინდა რომ ვინანო დრო რო გავა ხო? ჩემი შვილებისთვის მაგ გამოვაფერი მარტო შაბათი და კვირა. ჩემი ოჯახისთვის. ხო? არ მინდა რომ ვინანო. და თქვა რომ ჯობდა საღამოს 6-ის მერე სახში ყოფილიყავი. დევთერაპის მიაქვს ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი. აღარ ვთვლი სამსახურს და ჩემპირად პროექტებს. ამიტომაც მინდა რომ მყავდეს უფრო განვითარებული მაგარი და ცნობის მოყარე community. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. და ავიჩე რომ მეშლება ხა ჩემთან საცხოვრებელს რეტროსპექტივას უყეთებ ხა რაღაცა სტატისტიკურად უყურებ რა შემეშალა რა არა. ცოტა კამერა იბარბაშებს, ცოტა გზაზე უნდა გავიდე. მაგალითად უნდა ვიყიდრო ასეთი დივაისი, რომელიც ამის სტაბილიზატორი იქნება უკეთესი რა. და იმას ვიყიდი კიდე აქ დასამაგრებელ მიკროფონს. ანუ თორე აშკარად რაღაც დებილობა მაქვს ნაყიდი და არ მუშაობს კარგად რა. და ესაც გვაქვს 2 გასაუბრება თუ 3. ნახოთ რა იქნება. ხო, მაგაზე მინდოდა იდეაში საუბარი რა. რომ ცნობის მოყარეობა ძალიან შველი. სულ გუში მყავდა ფსიქოლოგი პოდკასტში მოყვანილი. ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის და პირდაპირ მითხრა ამ ადამიანმა რომ
თერაპევტთან უნდა წახვიდეო, ბევრი кейსი გაქვსო. ნახოთ. წავალ თუ არა. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა YouTube-ზე შენი ვიდეოებიო ეს და ბანიგდამპის ვიდეოებიო ბევრი ვერ ნახავსო რა რთული кейსიაო და რთული кейსიაო იმიტომ რომ YouTube-ზე ბევრი subscriber-ი გჭირდებაო რომ გიყუროს ადამიანებმაო და ჯობიო TikTok-ი გააკეთო და ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმე მიყუროს და მინდა რომ თვითონ დავიცავო და ბარემ დავდები და რავით ვინმე ნახავს და მოეწონება მოეწონოს რა თან არ მინდა რომ ვინმეს doom scrolling შეუწყო ხელი ამიტომ შვენივრად გზნობ თავს ახაც თან რამე სქეჯული არ ექნება ამ ვიდეოებს რა 4 დღეს უნდა ჩავწერო და არა როცა მომინდება მაშინ ჩავწერე დავდები ვისაც უნდა უყურებს ვისაც არ უნდა არ უყურებს ხა არა მაქვს საერთოდ პრეტენზია რომ რამე საინტერესო მოსასმენი ვარ რაღაცა იმას ჩემთვის წერ იმიტომ რომ ამ ბოლო დროს თავს არ გზნობ კარგად და მგონია რომ როცა ვიცლები გონებისგან გონებაში არსებული რაღაც ამ ფიქრებისგან როცა ვიცლები უკეთ ვარ და უკეთ ვცნობ თავს დაისვენეთ ბევრი მეგობრებო burnout ნუ გადააწვევინებთ თავს ურაფერს თორე ძალიან გიჭირდებათ მერე კამბექი და კარგი მოვედით სამსხურში და აბა შეხვედრამდე